მამუკა მდინარაძეს უთქვამს თავაწეული მივდივარ ძველი თანამდებობიდანოდან. თავაწეული მე მახსოვს ირაკლი ღარიბაშვილი. აი თავის აწევა ეგეთი უნდოდა, მაგრამ ახლა სად იმყოფება ღარიბაშვილი, მდინარაძემ ყველაზე კარგად იცის. და ზოგადად კიდევ მამუკა შენს პერიოდში ჩამოიმსხრა ზუსტად ეს სამართალდამცავი სისტემა და ამის ნათელი და ყველაზე სამწუხარო მაგალითები აი ბოლო 2-3 კვირაში მომხდარი ფაქტებია, როდესაც დედაშვილი გაიტანა გორში მძღოლმა, რომელსაც 225 ვიდეო ჯარიმა ჰქონდა და თელმა ჯანდაცვის და სამართალდამცავმა უწყებამ რომ იცოდა, რომ ადამიანს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, აი ისეთმა ადამიანმა 17 წლის ახალგაზრდა კაცი მოკლა თბილისში. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სამართალდამცავი სისტემა უბრალოდ ჩამომსხვრეულია. თავაწეული რატო დადიხარ? იმიტომ რომ აი შენ როდესაც იყავი ამ უწყებების ხელმძღვანელი პირი, სტუდენტებს აკავებდნენ, ბორკილებს ადებდნენ ზურგს უკან, ან ჟურნალისტებს აკავებდნენ და ბორკილებს ადებდნენ ზურგს უკან, აი ამის გამო ხარ თავაწეული? თუ იმის გამო რომ აი სამარცხვინო კანონები მიიღე და ადამიანებს იჭერენ ქუჩაში დგომისთვის, Facebook პოსტებისთვის. იმიტომ რომ სხვანაირად შენ ვერ მართე სისტემა და აი ესეთი დახმარება რაღაც კანონები დაგჭირდა ეგრეთ წოდებული შენი მხარდამჭერი პარლამენტიდან. ამიტომ დადიხარ თავაწეული. პირიქით ეს აჩვენებს რომ ძალიან გეშინია, იმიტომ რომ არ იცი შენივე გუნდი როდის გაქცირავს. და მე ვერ ვხედავ შენი გუნდის წარმომადგენლების რაღაც განცხადებებს, რომ აი მამუკა მდინარაძე ესეთია, ისეთია, იმიტომ რომ გზნობენ რომ ძალიან დიდი ხიფათის წინ დგახარ შენ, შენივე გუნდის მხრიდან პირველ რიგში. და ისე სამართლიანი სასამართლო შენც რომ არ აქცდება, ეგეც ფაქტია.